მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ჩოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემეტრიული კვლევა და მეთოდოლოგია ფარგლებში. მოგვიხსენება, რომ ნებისმიერი სახის მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტის ასათარიღებლად ფართოდ ვიყენებთ მისი შინაარსის ინფორმაციულ ანალიზსა და ისტორიულ შედარებით კვლევას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შინაარსი ამგვარი კვლევისთვის საკმარის საფუძველს ვერ იძლევა და ერთადერთი გამოსავალი გვრჩება ხელნაწერი წყაროს შექმნის დრო განსაზღვროთ სხვა მეთოდისა და ტექნოლოგიის გამოყენებით. უკანასკნელ წლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ხელნაწერის დათარიღების კვლევებში გამოყენებული ყოფილიყო პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის მიდგომები. ქართული ციფრული ჰუმანიტარია ახლა იგნავს ფეხს და ხელნაწერთა ავტომატური გრაფემეტრული დათარიღების მეთოდი საქართველოში დღემდე არავის გამოუყენებია. მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ შესწავლილი იქნას ამა თუ იმ ავტორის ხელწერის მახასიათებლები, მოღვაწეობის წლების მიხედვით და შემდეგ თითოეული წლის მონაცემებთან შედარებით განისაზღვროს უთარიღო ხელნაწერის შექმნის დრო, საჭიროა ამ ავტორის მდიდარი არქივი და ავტორის მიერვე დათარიღებული თითოეული წლის მასალა. ამ მიზნით ავირჩიეთ ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალატიონ ტაბიძის არქივი, როგორც პოეტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ისე მოცულობის მიხედვითაც, რადგან არქივში არსებული ავტოგრაფები 55 წლიანი პერიოდის არის, ანუ 1905-1959 წლების ინტერვალებით არსებობს და ასევე არის მათ შორის ძალიან ბევრი თარიღიანი თუ უთარიღო ხელნაწერი. პირველ ეტაპზე შევიმუშავეთ ხელნაწერთა გრაფემებად და გრაფემათა წყვილებად დაშლის ერთიანი პრინციპი. და შევადგინეთ ხელნაწერის დაშლის შაბლონი, რომელშიც შევიტანეთ 33 ასო და ნახავთ, ეს არის 1918 წლის გალატიონ ტაბიძის წერილი დედისადმი, მაგინია დეიშვილისადმი, სადაც გვაქვს შემუშავებული პრინციპის მიხედვით გამოყოფილი გრაფემები, რაც ვერ ამოვიკითხეთ, ან გადაღამილი და გადახაზული იყო და შეიძლებოდა რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩენილიყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნად. ასევე ყველა ფაქსიმილე შევიტანეთ, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გალატიონი ამ წელს ასე აწერდა ხელს და შემდეგ გვაქვს კიდევ კავშირები, ნაწილაკების შორისდებულები და ასე შემდეგ. ბმები უпроსწორად ნაწილაკების და კავშირების, რაც ცალკე გამოვიტანეთ. შემდეგ უკვე მოსდევს თითოეულ ასოზე ყველა ბმა, რაც არსებობს, რომ ამის მიხედვით მე დავადგინოთ, რომ იმ წელს რომელი ესადაგება არ, ან, აღ, აც, ას, გარკვეულად შეინიშნება მსგავსებებიც რაღაც პერიოდულობით და განსხვავებებიც. ასევე შევადგინეთ ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რის მიხედვითაც უნდა განგვესაზღვრა ახასიათებელი ურთიერთკავშირებული ელემენტები, ასოთა შორის ბმები, კვანძები,
მრუდები, კოდირებები, ტექსტის ხაზის სიმაღლეები, კონტურები, მოხაზულობები, ასოს ქვედა ნაწილები, შუა ხაზები, ზედა ნაწილები, მონასმი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გადაბმასთან გვაქვს კავშირი, ალგორითმები მივიღეთ და ასე შემდეგ. თითოეული გრაფემისა და გრაფემული წყვილისთვის შევადგინეთ ცალკე ფაილი, რომელშიც წლების მიხედვით შევიტანეთ ამ ერთეულთა განვითარების მონაცემები. მომდევნო ეტაპზე მოხდა თითოეული გრაფემის ელემენტის კოდირება, რის მიხედვითაც სხვადასხვა წლის გრაფემათა მოხაზულობების აღწერა და მათ მიხედვით ხელნაწერების უცნობი ხელნაწერების მსგავსი აღწერილობის შედარება უახლოესი მეზობლის იდენტიფიცირების მიზნით. ამ შემთხვევაში გიჩვენებთ ფ-ს მაგალითს თავის კოდებით. ვალიდურია, როცა ფ არის ერთგვაროვანი, ზედა ნაწილი მარჯვნივ მოხრილი, შეუყრელი და კოდი არის 1.1. ასევე ქვედა ნაწილი როცა შეუყრელია, კვანძით. ზედა ნაწილი მარჯვნივ მოხრილი, შეუყრელი. ზედა ნაწილში კვანძი ქვემოთ გრძელდება. ეს უკვე არის კოდირებული 1.2-ით. ზედა ნაწილი კუთხოვანი და ღიაა, რომელიც სხვა კოდით გვაქვს 1.4 და ასე შემდეგ. აი წვეტოვან ხაზოვანი ძალიან საინტერესოა, ფ რომელიც 2.1 კოდით ხასიათდება. ანუ ასე გვაქვს ყველა ასოზე, მე გიჩვენებთ მხოლოდ ერთ ასოს, ყველა ასოზე ასე გვაქვს კოდირებული, მინიჭებული კოდი, ასე ვთქვათ, და რომელიც ძალიან გააიოლებს შემდეგ ამის მიხედვით დათარიღებას ხელნაწერის. შემდეგ უკვე მების საშუალებით, ანუ წყვილების ფ-ა წყვილის საშუალებით გამოვყავით მახასიათებლები, სპეციფიკური ნიშნები, ან საერთო მახასიათებელი წლის მიხედვით. მაგალითად, ძირითადად გვხვდება ფ-ა-მაში ბმის ერთგვაროვანი, არამკვეთად განსხვავებული მახასიათებლები 1909-1910 წლის მანძილზე. ან ფ ასოს ქვედა შეკრულ ნაწილს ებმის ა და ფ-ს თავი ხან შეკრულია, ხან ღია. მაგრამ ეს შეგვიძლია მაინც მივიჩნიოთ ამ ორი წლის მახასიათებლად. გარდა ამისა, განსხვავებული გვხვდება 1909 წელს, როდესაც ფ-ს ქვედა ნაწილი არ არის შეკრული და ოდნავ პერპენდიკულარული ხაზით ებმის ას. 1912 წელს საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევა შეხვდა, თავგახსნილია ფ და უფრო გაავს ასო ვ-ს,
ქვედა არის ოდნავ შეკრული კაუჭით, ქვედა ნაწილი ფლისი და ებმის ას ისევ პერპენდიკულარული ვერტიკალურად გადახრილი ხაზით. 1918 წელს ქვედა ნაწილი არ არის გამოკვეთილი ფლისი, ორი შემთხვევა გვაქვს, უფრო ხაზოვანია და პერპენდიკულარული ხაზით ებმის ას, სხვა შემთხვევაში კი ქვედა პატარა კაუჩს ებმის ა. ეს არის მახასიათებლები იმ წლების, რაზეც ვსაუბრობთ. 38 წელს განმასხვავებელი გვაქვს, რომ თავშეკრულია გრაფემა P, გავს G გრაფემას და ქვედა ხაზი მოზრდილი ნაწილით, შეკრული ნაწილით ებმის ას. 1942 წელს თავღია გრაფემის ქვედა შეკრული მოზრდილი ნაწილი ებმის ას. რაც ასე თუ ისე მიმსგავსებულია 28 წელთან მის შემთხვევაში, თორე ახლა თვითონ ასო P გრაფემა განსხვავდება 38 წლიდან. 1959 წელს ღია მარჯვენა თავგადახრილი და თავშეუკრავი P-ს ებმის ა. 1954 წელს V-ს მაგვარია კვლავ P, რომელიც ძალიან უცნაურად რკალური ხაზით ებმის ას და თან ქვემოთ სხვა ასოს ებმის, მაგრამ ამ წუთას ჩვენი ინტერესის სფერო არ არის. 1956 წელს თავშეკრულ P-ს პერპენდიკულარული ხაზით ებმის ა. დათარიღებული ხელნაწერების გრაფემებისა და გრაფემათა წყვილების მოხაზულობის შედარებას შეჯერებით დავადგინეთ ის სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც კონკრეტულად რომელიმე წელს ვლინდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ სპეციფიკის მიხედვით შეგვიძლია დავათარიღოთ ესა თუ ის ხელნაწერი. ჩადარებული გრაფემატული კვლევების მიხედვით შედეგები იმდენად ვსთამბეჭდავია, რომ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამით საფუძველი ეყრება კვლევის ახალ მიმართულებას ქართული ხელნაწერების დასათარიღებლად თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული მეთოდოლოგიის შემუშავებას, ხელნაწერების ბაზაზე ასო ნიშანთა გრაფიკული მოხაზულობის ვარიანტული ბაზების შექმნასა და უთარიღო ხელნაწერების მექანიკურ დათარიღებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც არაერთხელ ავღნიშნეთ ჩვენი ისტორიისა და კულტურის შესასწავლად და ავთენტური ისტორიული თუ ბიოგრაფიული კონტექსტთან მათ დასაკავშირებლად. გმადლობთ ყურადღებისთვის.